ისინი მას კარავში ცოცხლად დატოვეს, ჯერ კიდევ სუნთქავდა. 1986 წლის 10 აგვისტო ბანაკი 4K2 26,000 ფუტ. ხუთმა ალპინისტმა, ვინც ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, უნდა გადაწყვიტოს მის გადარჩენას ყველა მათგანის დაკარგვა ხომ არ ნიშნავდა. მოგესალმებით უკიდურეს ზღვარზე, სადაც რისკი დიდია, მაგრამ აქ არავინ არის უბრალოდ გაზეთის სათაური. 1986 წლის 10 აგვისტოს დილით Kurt Dimberger მაგახსნა თავისი კარვის შესასვლელი 26,000 ფუტ სიმაღლეზე და გაიხედა აბსოლუტურ კოშმარში. სეტყვა, თოვლი და ქარი, რომელიც გვერდულად 100 მილზე მეტი სიჩქარით ქროდა. თოვლი, რომელიც უკვე 4 დღეაა შეწყვეტილა. და როგორ გაც, იმ კარში და კიდევ ორ კარავში, რომლებიც რამდენიმე ფუტით მოშორებით იყო გაშლილი, რაც ხდებოდა, გარეთ არსებულ ქაოსზე კიდევ უფრო უარესი იყო. იმიტომ რომ იქვე იყვნენ მსოფლიოს 7 საუკეთესო მთამსვლელი, სრულიად გაჭედილები. მათი გაზქურა რამდენიმე დღის წინ საწოვის გარეშე დარჩა. ეს ნიშნავდა, რომ აღარ ჰქონდათ ცხელი საჭმელი და ვეღარ ადნობდნენ თოვლს სასმელი წყლისთვის. ისინი ნელ-ნელა კვდებოდნენ. ერთ მთამსვლელს უკვე ვეღარ შეეძლო დამოუკიდებლად დგომა, ხოლო მეორე ისე ძლიერ ახველებდა, რომ ყოველი სუნთქვა თითქოს დახჭობას გავდა. კარვის ის მომენტი ამ ისტორიის დასასრულია. იმის გასაგებად, თუ როგორ მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, უნდა დავბრუნდეთ 6 კვირით უკან. 17,600 ფუტის სიმაღლეზე, K2-ის საბაზო ბანაკში. Kurdi ერთადერთი ადამიანი იყო დედამიწაზე, რომელსაც ორ სხვადასხვა 26,000 ფუტის მწვერვალზე ჰქონდა პირველი ასვა შესრულებული. და მის გვერდით ყოველ ნაბიჯზე იყო ჯული ტულისი. ეს ორი საკუთარ თავს მსოფლიოში ყველაზე მაღლა მომუშავე გადამღებ ჯგუფს უწოდებდნენ. K2 უნდა ყოფილიყო მესამე მთა, რომელსაც ერთად გადაიღებდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ ეს ერთისთვის უკანასკნელი იქნებოდა. როცა კურტმა და ჯულიმ საბაზო ბანაკს მოავლეს თვალი, მიხვდნენ, რომ მსგავსი რამ არასდროს ენახათ. ეს არ იყო 2 ან 3 ექსპედიციის კარვის მშვიდი ჯგუფი, რომელსაც მსოფლიოს უდიდეს მთებზე ხედავდნენ. არა, ეს სოფელს გავდა. ქაშკაშა კარვები თითქმის 1 მილის სიგრძეზე იყო გადაჭიმული, დამსხვრეულ მყინვარზე. რადიოები ჩხაკუნებდნენ ინგლისურად, პოლონურად, იტალიურად, ფრანგულად, გერმანულად და იაპონურად. თამსვლელები ბანაკებს შორის დადიოდნენ, აღჭურულობას ისესხებდნენ, ამინდის ცნობებს ცვლიდნენ და ჩაის უზიარებდნენ ერთმანეთს. ყველგან, სადაც კურტი იყურებოდა, ვინმეს ცნობდა. სრულიად შემთხვევით, კურტი და ჯული ზუსტად იმ დროს მივიდნენ, რომ რეკორდული სეზონი კამერაზე დაეფიქსირებინათ. რადგან ჩვეულებრივ წელს ეს შორი და საშინელი მთა მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ერთ ან ორ ჯგუფს მასპინძლობს. მაგრამ ამ ზაფხულს პაკისტანის მთავრობამ უპრეცედენტო რაოდენობის მთაზე ასვლის ნებართვები გასცა. 9 ცალკეული ექსპედიცია ერთდროულად იყო შეჭედილი იმავე გაპინულ ხეობაში და ყველა ერთი და იმავე მთაზე აპირებდა იერიშს. კარგი ამინდის იმავე მოკლე მონაკვეთში. ზოგიერთი მათგანი ძალიან მსუბუქად ადიოდა, ხოლო სხვები ახალ მარშრუტებს უმიზნებდნენ, რომლებიც აქამდე არასდროს უცდიათ. გატენილ სივრცეები, ახალი მარშრუტები და დიდი წნეხი. დიდი მეცნიერება არ სჭირდება იმის მისახვედრად, რომ რაღაც მალე არასწორად წავა. და 21 ივნისის დილით მართლაც მოხდა რაღაც. 9-კაციანი ამერიკული ექსპედიცია წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთიდან, რომელსაც 35 წლის ჯონ სმოლიკი ხელმძღვანელობდა, ემზადებოდა ლეგენდარული საქმისთვის. ისინი პაკისტანში მხოლოდ იმისთვის არ ჩაასულან, რომ გადატვირთულ სტანდარტულ ბილიკზე რიგში დადგნენ. ახლა კი ისინი უყურებდნენ სრულიად აუღებელ მარშრუტს, რომელსაც ჯადოსნურ ხაზს უწოდებენ. ჯადოსნური ხაზი ფაქტობრივად კლდისა და ყინულის სასტიკ, ცათამჯენივით აღმართულ დაბრკოლებათა ზოლს გავს. მისი დაპყრობის მცდელობა ისეთია, თითქოს ცდილობ ძალიან ციცაბო. სრიალას სახურავზე ახვიდე, რომელიც გლუვია, ვერტიკალური აგურის კედლებით ყოველ რამდენიმე ასეულ ფუტში. სულ რამდენიმე წლის წინ რეინჰოლდ მესნერი, ალბათ ყველაზე დიდი მთამსვლელი ცოცხალთა შორის, ამ ზუსტად ამ მარშრუტს დააკვირდა, საჯაროდ უარი თქვა და განაცხადა, რომ მისი დაპყრობა შეუძლებელი. მაგრამ ჯონ სმოლიკი და მისი 34 წლის თანაგუნდელი ალენ პენინგტონი მას არ დაეთანხმენ. მათ შეუძლებლის გაკეთება სურდათ. და სეზონის მესამე კვირისთვის ჯონმა და ალანმა წარმატებით გაიკვალეს გზა ქვედა ფერდობებზე დაახლოებით 20,000 ფუტის სიმაღლეზე. ისინი ზუსტად იქ იყვნენ, სადაც საჭირო იყო და დაახლოებით დილის 5:50-ზე ჯონი და ალანი ნეგრადოს უღელტეხილის ქვემოთ მოძრაობდნენ. რუკაზე ეს ადგილი განსაკუთრებით საშიში არ ჩანს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ეს K2-ზე ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია, სადაც რაც შეიძლება ცოტა დრო უნდა გაატარო. ხედავთ, K2 ძალიან ციცაბო მთაა. ევერესტის გრძელი რბილი თოვლიანი ფერდობების ნაცვლად, K2 ალპინისტებს აიძულებს პირდაპირ უზარმაზარი მყიფე კლდის კედლების ქვეშ გაიარონ, რომლებიც ყინულითა და თოვლითაა შეკრული. როცა დილის მზე ათფობს ამ კლდეებს, ან თუნდაც ტემპერატურის ბუნებრივი ცვლილებისას, ეს გაყინული წებო იწყებს შესუსტებას. და როგორც კი რამე მოწყდება, ერთადერთი მიმართულება, სადაც ის წავა, პირდაპირ ქვემოთაა. ზოგჯერ ეს მხოლოდ რამდენიმე მყიფე ქვაა, ზოგჯერ მთის მთელი მონაკვეთია და იმ დილით სწორედ ეს მოხდა. ორ კაცზე მაღლა 1986 წლის 21 ივნისის დილით. ერთი დიდი ლოდი მოსხდა მთის ზედა ფერდობებიდან და როცა ის მოულოდნელად დაეშვა ქვემოთ,
მან დაარტყა მის ქვემოთ არსებულ თოვლის ფენას, მთელი თოვლისა და ყინულის ფენა ჩამოახია ფერდობიდან. რამდენიმე წამში ის რაც ერთი ჩამოვარდნილი ქვით დაიწყო, გადაიქცა სულ მასშტაბიან ზვავად, რომელიც პირდაპირ ნეგრადოს უღელტეხილის ქვეშ მყოფ ორივე კაცისკენ მიექანებოდა, სანამ რომელიმეს გადაადგილების დრო ექნებოდა. დასამალად ადგილი არ იყო. გასაქცევიც არსად იყო. ნამსხვრევებმა ორივე კაცი მთის ფერდობიდან ძალადობრივად გადახკარა. მუნქტარის თვითმხილველი მეზობელი ჯგუფის მფამსვრელები მაშინვე გაემართნენ ადგილზე, რათა მათი ძებნა დაეწყოთ. და დაახლოებით 3 საათის შემდეგ მათ შეძლეს ალენ პენინგტონის სხეულის თოვლიდან ამოღება. მაგრამ ზვავმა ისეთი წარმოუდგენელი ძალით დაარტყა, რომ ჯონ სმოლიკი ღრმად ყინულში აღმოჩნდა დამარხული. მისი ნეშტი კეორიზია სადღაც. მათი სიკვდილის სეზონის პირველი იყო და გულწრფელად გითხრათ, არავინ გაკვირვებულა. ბოლოს და ბოლოს ისინი შეგნებულად ცდილობდნენ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ აუღებელ მარშრუტს მსოფლიოში. ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მთაზე. რაც იქ მოხდა, ტრაგედია იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას თავისი ლოგიკა ჰქონდა. გადარჩენილმა ამერიკელებმა ბანაკი აალაგეს და შინ დაბრუნდნენ. მაგრამ იმ სეზონზე საბაზო ბანაკში მყოფი იმიტომ რომ ის ჩვეულებრივი მარშრუტი, რომელზეც ისინი საუბრობდნენ, აბრუცის ქედად იწოდება. ის მთის ჩრდილოეთ მხარეს მიუყვება და ეს არის გზა, რომელიც თითქმის ყველა მთამსვლელმა აერჩია, ვინც წარმატებით მიაღწია ქორი ის მწვერვალს. მაგრამ აბრუცის ქედის ჩვეულებრივად მოხსენიება იგივეა, რაც დიდი თეთრი ზვიგენის ჩვეულებრივ თევზად წოდება. თავად აბრუცი გრძელი კლდოვანი ქედია, რომელიც თითქმის პირდაპირ მიუყვება მთის ფერდობს. წარმოიდგინე, რომ გიგანტური პირამიდის ქედზე ადიხარ. მოძრაობისთვის ალპინისტებს უწევთ თითქმის ვერტიკალურ კლდოვან არხებზე თავის ამოწევა. გადალახონ მკვეთრი დაქანების მქონე მყარი ლურჯი ყინულის ფერდობები და გაიარონ ვიწრო თაროებზე, სადაც ფეხქვეშ 1000-ობით ფუტის უფსკრულია. ეს იყო ნელი და დამღლელი პროცესი, მაგრამ ჯადოსნურ ხაზთან და სხვა ვარიანტებთან შედარებით, ეს იყო ყველაზე უსაფრთხო გზა ზევით ასვლისა და ჩამოსვლისთვის. ან ასე უნდა ყოფილიყო მაინც. 2 დღის შემდეგ, 23 ივნისს, აბრუცის შვერილი სავსე იყო მთამსვლელებით, რომლებიც სწორედ ასეთ უსაფრთხო და ისტორიულ მწვერვალს მისდევდნენ. და რამდენიმე საათის განმავლობაში მართლაც ჩანდა, რომ უსაფრთხო ვარიანტი იყო სწორი არჩევანი. ნელ-ნელა თოკიდან თოკამდე ეს მთამსვლელები უფრო მაღლა მიიწევდნენ. ეს იყო რთული, მოსაწყენი საქმე, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. და იმ დღეს სტაბილურად წინსვლას ახერხებდნენ ფრანგი წვილი, სახელად მორის და ლილიან ბერარი. მორისი უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ალპინისტი იყო საფრანგეთში. ლილიანიც არანაკლებ მიზანდასახული იყო. ერთად მათ წლები გაატარეს ევროპის ყველაზე რთული მთების დაპყრობაში. მეგობრები მათ განუყრელებად აღწერდნენ, ხოლო ისინი საკუთარ თავს მსოფლიოს ყველაზე მაღლა ასულ წყილად მოიხსენიებდნენ. თუ ერთ-ერთი ექსპედიციაში მონაწილეობას იღებდა, მეორე ჩვეულებრივ მალე მიხვებოდა. და K2-იც გამონაკლისი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ამერიკელებისგან განსხვავებით, ბერარების ოჯახი უკვე დამაგრებული თოკებით გადაადგილდებოდა, ბანაკიდან ბანაკში თანმიმდევრულად ადიოდნენ. ზუსტად ისე, როგორც მათ გარშემო ათეულობით სხვა მთამსვლელი. და მართლაც, ათეულობით სხვა მთამსვლელი ამავე გზით ადიოდა, რადგან K2-ზე ასვლის თავარი თავისებურება ისაა, რომ ვერ ახვალ პირდაპირ 28251 ფუტის მწვერვალზე ერთბაშად. არც ერთი ადამიანის სხეული ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ მთაზე რამდენიმე ბანაკია განთავსებული, რომლებიც მარშრუტზე ერთმანეთის მიყოლებითაა განლაგებული, როგორც დასასვენებელი პუნქტები ძალიან გრძელ კიბეზე. 23 ივნისს ბერარდები მიზანმიმართულად მიიწევდნენ მაღლა. ისინი უკვე რამდენიმე კვირა მთაზე იყვნენ. ეს იყო მწვერვალზე ასვლის მცდელობა და დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე მათ ეს საბოლოოდ შეძლეს. ლილიანი იყო მეორე ქალი ისტორიაში, რომელმაც K2-ზე დადგა ფეხი. მისი ქმარი მორისიც მასთან ერთად იყო. ყველაფერი რისთვისაც ბერარდები ამ ბოლო თვეებში მუშაობდნენ, საბოლოოდ ზუსტად ისედაც დასრულდა, როგორც უნდა ყოფილიყო. ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობა იყო მსოფლიოში. მაგრამ მწვერვალზე დგომა მხოლოდ ნახევარი საქმეა და ბერარდებს აქ ასასვლელად ბევრი რამ გაუკეთებიათ. წინა ღამეს ყველაზე მაღალ ბანაკში მორისსა და ლილიანს სინამდვილეში არ დაუძინიათ, რადგან მათ კარვებში სათანადო საძილე ტომრები არ ჰქონდათ. ამიტომ, იმის ნაცვლად რომ დაესვენათ ისე, როგორც ყველა მთამსვლელი უნდა ისვენებდეს მთელი ექსპედიციის ყველაზე რთულ დღემდე, ბერარდებმა მთელი ღამე უძილობაში კანკალით გაატარეს. უბრალოდ ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ დარჩენილი სხეულის სითბო. იქ 12 საათ ნახევარზე ისინი იდგნენ ხელებაწეული, კამერებით ხელში. ლილიანმა და მორისმა იგრძნეს, რომ ყველა ეს უსიამოვნება ღირდა და შეიძლება მათთვის ასე იყო კიდეც, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მათი სხეულები უკვე ძალების ზღვარზე იყო. ნამდვილი დასვენების ვალი და რადგან ამაში აღელვება და ადრენალინია ჩართული, ასეთი ვალი ასვლისას არ ჩანს. ის მაშინ ჩნდება, როცა ჩამოსვლის დრო დგება იმ ზუსტად იმ რელიეფზე, რომელიც ყველაზე მეტად სჯის დაღლილ მთამსვლელებს.
ისინი იმ დღის მეორე ნახევარში 12 საათ ნახევრის შემდეგ იმავე დაფიქსირებულ თოგზე დაეშნენ, რომლითაც ცოტა ხნის წინ ავიდნენ და მარტოები არ იყვნენ. სამი სვამ თამსვლელი, ფრანგის სახელად მიშელ პარმენტიე და ორი ესპანელი თამსვლელი, მარია ბრიგო და ხოსე კასიმირო, იმავე დღეს, იმავე მწვერვალზე საბოლოო ასვლიდან ჩამოდიოდნენ. და სადღაც ჩამოსვლისას ამინდი გაუარესდა და პირობები იმდენად დამძიმდა, რომ ყველა ხუთი თამსვლელი იძულებული გახდა მაშინვე გაეკეთებინათ დროებითი თავშესაფარი. K2-ის ზედა ფერდობებზე. ეს შეიძლება დიდებულად ჟღერდეს, მაგრამ სინამდვილეში ნიშნავს თოვლში პატარა ორმოს ამოთხრას, დაჯდომას და ლოცვას, რომ სიკვდილით არ გაიყინო, სანამ ზე ისევ ამოა. ისინი ყველანი როგორღაც გადაურჩნენ იმ გამყინავ ღამეს გარეთ, მაგრამ როცა დილა საბოლოოდ გათენდა, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამინდი საშინელი იყო. ხილვადობა იმდენად ცუდი იყო, რომ რამდენიმე ფუტით წინ დგომი ადამიანიც კი არ ჩანდა. ჯგუფმა მაინც დაიწყო ბრმად მთიდან ჩამოსვლა, რადგან აქ დარჩენა გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. სამწუხაროდ ქარბუქში დაბლა დაშვებისას ეს მოხდა. მორის და ლილიან ბერარები ჯგუფს გამოეყვნენ. ჩანაწერებში მეტი კონკრეტიკა არ არის. შეუძლებელია თქმა რა მოხდა. რადგან არც ბოლო რადიოზარი ყოფილა და არც დახმარების თხოვნა, თითქოს მთებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი იქიდან აღარ წავიდოდნენ. როცა მიშელ პარმენტიე ჩამოვიდა, განგაში ატეხა, რა თქმა უნდა, მაგრამ არანაირი სამაშველო ოპერაცია არ დაწყებულა, რადგან, რა უნდა გადაერჩინათ. მაშინ ისიც კი არ იცოდა, სად გაიყარნენ და ეს 1986 წელი იყო. მაშინ მაღალი ტექნოლოგიის სამაშველო აღჭურვილობა არ არსებობდა. ლილიანეს ცხედარი რამდენიმე კვირის შემდეგ იპოვეს, მთის ძირას, 1000-ობით ფუტით ქვემოთ. ხინულმა მორისი შთანთქა და მისი ნეშტი ბევრად მოგვიანებით იპოვეს. რა მოხდა მათ ბოლო წუთებში, ამას ვერც ერთი ანგარიში ვერ გასცემს პასუხს. რაც ვიცით ისაა, რომ მსოფლიოს 4 ყველაზე ელიტური მთამსვლელი 3 კვირაზე ნაკლებ დროში დაიღუპა. და მაშინ როცა ყველა მიცოდა, რომ K2 იყო სასტიკი მთა, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 1 სიკვდილი 4 წარმატებულ ასვლაზე მოდიოდა, ეს მაჩვენებელი ბევრ მთამსვლელს აშინებდა. არც ერთ მთამსვლელს არ უნახავს სეზონი, როგორიც ეს იყო. მსოფლიოს 4 საუკეთესო მთამსვლელი უკვე გარდაცვლილი იყო და სეზონის დაწყებიდან 1 თვეც არ იყო გასული. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდებოდა. იფიქრებდით, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკელები ჯადოსნურ ხაზზე დაიღუპნენ და ბერარდები ასე ვთქვათ უსაფრთხო მარშრუტზე გაუჩინარდნენ, თაზე დარჩენილი ყველა წავიდოდა სახლში. მაგრამ პოლონური ექსპედიციის 2 მთამსვლელი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას აბრუცის კეთს. ისინი მთის სრულიად სხვა მხარეს უყურებდნენ. მათ სახელები იყო ერჟი კოკუჩკა და თადეუშ პიოტროვსკი და ისინი K2-ის სამხრეთ კედელს უყურებდნენ. და თუ აბრუცის ქედი K2-ის კიბეა. სამხრეთი კედელი მისი წინა კედელია, თითქმის 2 მილი სიგრძის და შედგება მორკეული კლდისა და ჩამოკიდებული ყინულისგან. ამ მარშრუტზე ფიქსირებული თოკი არ იყო, რადგან აქამდე არავის აევლო. ყოველი ნაბიჯი ხელით უნდა მოეპოვებინათ. ყინულის წერაკინით და კრამპონებით ისეთ ციცაბო მიწაზე, რომ ყველაფერი რაც მოშორდებოდა, პირდაპირ ქვემოთ ვარდებოდა, როგორც ქაღალდი ბრტყელი მაგიდიდა. მისი ცდა უკიდურესად საშიში იყო. იერჟი და ტადეუშმა მაინც ცადეს. იერჟი ლეგენდარულ მისიას ასრულებდა, მსოფლიოს ყველა 14 უმაღლესი მთის დაპყრობას და K2 მისთვის მე-12 იქნებოდა. თადეუში კი უკვე ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ ზამთრის მთამსვლელად ითვლებოდა. ეს კიდევ ერთი შესანიშნავი მიღწევა იქნებოდა მის კარიერაში, თუ წარმატებას მიაღწევდა. და მათ ეს დიდი ექსპედიციის გარეშე გააკეთეს. იმ ზაფხულს K2-ზე ექსპედიციების უმეტესობა რამდენიმე ბანაკს, დამატებით მთამსვლელებს და წინასწარ მთაზე ატანილ აღჭურულობას იყენებდა. იერჯი და თადეუში სამხრეთ ფერდობზე ასვლას ალპური სტილით, დამატებითი ჟანგბადის გარეშე და მხოლოდ იმით ცდილობდნენ, რაც ზურგ-ჩანთაში ეტეოდათ. მათ ერთად მხოლოდ 70 ფუტიანი თოქი ჰქონდათ მთელი კედლის გასავლელად. და მათ ეს მართლაც შეძლეს. ივლისის 8-ს, საღამოს 6:25-ზე, რამდენიმე დღის ცოცვის შემდეგ, მათ შეძლეს ამ ციცაბო ფერდობზე ასვლა და K2-ის მწვერვალზე ავიდნენ. ეს იყო სამხრეთ ფერდობის პირველი დაპყრობა ისტორიაში. ეს იყო მართლაც გრანდიოზული და შემაძრწუნებელი მიღწევა. სინამდვილეში ეს მარშრუტი დღემდე აღარავის გაუვლია. ეს იყო მთაზე სეზონის საუკეთესო ისტორია. ეხლა მათ მხოლოდ ჩამოსვლა დარჩენოდათ. თუმცა ჩამოსვლა არ იყო ისეთი მარტივი, როგორც უკან დაბრუნება. სამხრეთ ფერდობი, რომელიც ახლახან დაძლიეს, ჩამოსვლისთვის არ იყო განკუთვნილი. ამიტომ იერჟი და ტადეუშმა გადაწყვიტეს, რომ ჩამოსულიყვნენ სტანდარტული აბრუცის შვეროს მარშრუტით. თეორიულად ეს ყველაზე უსაფრთხო გზა ჩანდა სახლში დასაბრუნებლად.
პრობლემა ის იყო, რომ როცა აბრუცის მარშრუტს მიაღწიეს, არც ერთს აღარ ჰქონდა ძალა, რომ მასთან გამკლავებოდა. ისინი უკვე რამდენიმე დღე ადიოდნენ სამხრეთ ფერდობზე, სათანადო დასვენების გარეშე, ბალონიანი ჟანგბადის გარეშე და მხოლოდ იმ საკვებითა და წყლით, რაც ზურგით ატარეს. ეს იყო ორი კაცი, რომლებიც მხოლოდ ძალების ნარჩენებით მიდიოდნენ, იმ იმედით, რომ უფრო მარტივი გზა საკმარისი იქნებოდა დანარჩენი გზის გასავლელად სახლში. 10 ივლისს, ჯერ კიდევ აბრუცის გზაზე ჩამოსვლისას, ისინი საბოლოოდ მივიდნენ ამ საშინლად ციცაბო მონაკვეთამდე, რომელსაც მთამსვლელები ტყვია გაუმტარ ყინულს უწოდებენ. დაახლოებით 26,000 ფუტის სიმაღლეზე. აქ ყინული იმდენად ძველია და მაგარი, რომ მინის ფურცელივით გეჩვენება. მთელი დარჩენილი ძალით უნდა დაარტყა, ნაშილი ძალით უნდა დაარტყა, რომ თუნდაც ნაკაწრი დატოვა. ასეთ დაქანებულ ფერდობზე უსაფრთხოდ ჩამოსასვლელად თოკი გჭირდება. თადეუშმა იერჯი სთხოვა მათი საერთო თოკი, რომ ფრთხილად ჩასულიყვნენ. სწორედ მაშინ მიხვდა იერჯი, რომ თოკი არ ჰქონდა. მისი უკიდურესი გონების დამბლავი დაღლილობის გამო შემთხვევით დატოვა თოკი უკან, მათ ბოლოდროებით ბანაკში, სამხრეთ კედელზე. ისინი იდგნენ ციცაბო ჩამოვარდნის ზემოთ, ყოველგვარი დაცვის გარეშე. მათი ერთადერთი არჩევანი იყო ჩამოსულიყვნენ სრიალა ყინულზე, მხოლოდ იმაზე დაყრდნობით, რაც ეცვათ, აღჭურვილობის ერთ ნაწილზე, რომელსაც კრამპონები ეწოდება. ეს არის მძიმე მეტალის ჩარჩოები ბასრი წვერებით, რომლებიც მჭიდროდ ებმება თქვენი სამთო ფეხსაცმლის ძირს. როცა ფეხს ურტყამთ ყინულის კედელს, ეს წვერები ეჭიდება და პატარა მეტალის პლატფორმებივით გემსახურებათ, რომ დადგეთ. რადგან მათ თოკი არ ჰქონდათ, ეს სამაგრები იყო ერთადერთი, რაც მათ მთაზე აკავებდა. იერჯი ფრთხილად ჩამოვიდა ყინულზე პირველმა, ხოლო ნაბიჯზე ამოწმებდა საკრდენს, სანამ საკუთარ წონას დააბარებდა მას, უკან უძახდა თადაუშს, ოდნავ მარცხნივ გადასულიყო იმ ყინულისკენ, რომელიც დანარჩენზე ოდნავ ნაკლებად სასტიკი ჩანდა. თადეუში მის უკან ჩამოსვლას დაიწყო და მერე იერჟიმ უცნაური ხმა გაიგონა ზემოდა. როცა ზემოთ აიხედა, თადეუში ჰაერში დაინახა, ხელები გაშლილი ჰქონდა, თითქოს ისევ ცდილობდა რაღაცაზე მოჭიდებას, რაც იქ აღარ იყო. მისი ერთ-ერთი კრამპონი ბოტიდან მოძრა და როცა წონა მეორე ფეხზე გადაიტანა, რომ გაესწორებინა, ის კრამპონიც მოძრა. აღარაფერი აკავებდა მას მთაზე. სანამ იერჟი რეაგირებასაც კი მოასწრებდა, თადეუში უკვე გაქრა. მას მხოლოდ ყურება შეეძლო, როგორ გაუჩინარდა მისი მრავალწლიანი მეცვილე, ადამიანი ვისთან ერთადაც სულ რაღაც 48 საათის წინ კეორის მწვერვალზე იდგა, ფერდობზე და თვალთახედვიდან გაქ. და შემდეგ აღარაფერი ისმოდა, გარდა ქარისა. ჯერჯის 5 საათზე მეტი დასჭირდა იმ მანძილის გასავლელად, რომელიც მოკლე უნდა ყოფილიყო. როცა მან კორეელი ალპინისტების ბანაკს მიაღწია, რომელიც ბილიგზე ქვემოთ იყო განთავსებული, თითქმის ვეღარ ლაპარაკობდა. მათ მისცეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ და ჯერჯი ჩაიკეცა. მან ზედიზედ 20 საათი იძინა. თადეუშ პიოტროვსკი აღარასოდეს უპოვიათ, არც იმ დღეს, არც შემდგომი ძებნისას. თამ, რომელმაც ორი კაცის ისტორიული ასვლა დაუშვა სამხრეთ კალთაზე, ერთ-ერთი მათგანი მწვერვალიდან 48 საათში უკან წაიყვანა. მაგრამ მხოლოდ 6 დღის შემდეგ კეორინ დაამტკიცა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ფრთხილად მოქმედებდი თუ არ. რენატო კაზოროტო იყო 38 წლის იტალიელი მთამსვლელი, რომელიც ცნობილია იყო იმით, რომ ყველაფერს სრულიად მარტო აკეთებდა. მან კვირები გაატარა მარტო, ცდილობდა აეღო ზუსტად ისევე ქედი, რომელმაც იმ ზაფხულს ამერიკელები იმსხვერპლა, მაგიური ხაზი. მაგრამ როცა მთის მაღალ ნაწილში ამინდი გაუარესდა, რენატომ გვერდზე გადადო სიამაყე. უსაფრთხოებას მიენიჭა უპირატესობა და უკან დაბრუნდა. 16 ივლისისთვის მან წარმატებით ჩამოიარა ის საშიში ქედი. ის ბაზის ბანაკიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე იყო და სულ რაღაც 15 წუთი აშორებდა სრულიად უსაფრთხო ადგილამდე. პრაქტიკულად სახლში იყო. მხოლოდ ერთი რამ დარჩენოდა. გადაეკვეთა ეს მყინვარი K2-ის ძირას. პრობლემა ის იყო, რომ მყინვარი ფაქტობრივად უზარმაზარი, ნელა მოძრავი ყინულის მდინარეა და რადგან ის მოძრაობს, ჩნდება ბზარები, რომლებიც ქმნის ღრმა დაფარულ კანიონებს, ეგრეთ წოდებული კრევასებს. წარმოიდგინე, გაკინულ ავტოსადგომზე გადიხარ, მაგრამ თოვლის თხელი ფენის ქვეშ დამალულია ლუქები, რომლებიც პირდაპირ 40 მეტრიან ყინულის უფსკრულში გიგდებს. რენატო კარვიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე იყო, როცა თოვლის იმ ადგილს დააბიჯა, რომელიც საერთოდ არ იყო მყარი ნიადაგი. თოვლის ხიდი მის ფეხქვეშ ჩამოიშალა და ის დაახლოებით 13 სართულიანი შენობის სიმაღლეზე პირდაპირ ყინულოვან სიბნელეში ჩავარდა. ის გადარჩა ამ ვარდნას, გატეხილი იწვა ამ გაკინული ყინულის მღვიმის ფსკერზე. მან როგორღაც მოახერხა და ზურგჩანთიდან რადიო ამოიღო. ბაზის ბანაკში მისი ცოლი, გორეტა, თავის კარავში იჯდა. რადიო ჩართული ჰქონდა და მის დაბრუნებას ელოდებოდა. ჩხარონით სავსე ეთერში რენატომ ჩურჩურით გადასცა შეტყობინება, რომლის მოსმენაც არც ერთ ცოლს არ უნდა მოუწიოს. გორეტა, მე ვკვდები ნდები ნაპრალში, ბაზის ბანაკთან ახლოს. იტალიის, ბრიტანეთისა და გერმანიის ბანაკებიდან უზარმაზარი სამაშველო ჯგუფი მაშინვე აიღო აღჭურვილობა და გავარდა მყინვარზე. მათ იპოვეს ნაპრალი,
ჩაუშვეს თოკები და სასწაულებრივად შეძლეს რენატოს ამოყვანა ზედაპირზე, სანამ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაგრამ ადამიანის სხეული არ არის შექმნილი რომ გადარჩეს 13 სართულიანი ვარდნის შემდეგ. მისი შინაგანი დაზიანებები ძალიან ძიმე იყო და ის მალევე გარდაიცვალა, როგორც კი ამოიყვანეს. აი ესე, 6 ელიტური მთამსვლელი უკვე გარდაცვლილი იყო. ისინი სხვადასხვა უბანში ზვავებმა, გადაღლილობამ, აღჭურვილობის გაუმართავობამ და ნაპრალებმა იმსხვერპლა. საბაზო ბანაკში კურტი და ჯული უყურებდნენ, როგორ იცლებოდა ნელ-ნელა მთა. ის სიცოცხლით სავსე, ხმაურიანი, სოფლის მსგავსი ატმოსფერო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მყინვარებზე სუფევდა, სრულიად გამქრალიყო. ჯგუფები ალაგებდნენ ბანაკებს და გარბოდნენ. მაგრამ კურტ დინბერგერისა და ჯული თულისისთვის უკან დაბრუნება არჩევანი არ იყო. ისინი მსოფლიოში ყველაზე მაღლამყოფი გადამღები გუნდი იყვნენ. ისინი აქ მხოლოდ იმისთვის არ ჩამოსულან, რომ სხვების წასვლა გადაეღოთ. ისინი აპირებდნენ მწვერვალის დოკუმენტირებას. ასე რომ აგვისტოს დასაწყისში, როცა მთაზე ყველა უკან იხევდა, კურტმა და ჯულიმ ჩაალაგეს მძიმე კამერები, გაიკეთეს კრამპონები და დაიწყეს ხანგრძლივი სასტიკი ასვლა აფლა-აბრუცის ქედზე. მათ ბოლო ბანაკი მწვერვალამდე იყო მეოთხე ბანაკი. ის მდებარეობს ამ დახრილ ღია ყინულის პლატოზე, რომელსაც შოლდერი ეწოდება დაახლოებით 26,000 ფუტის სიმაღლეზე. ამ სიმაღლეზე ატმოსფერული წნევა იმდენად დაბალია, რომ ყოველ ჩასუნთქვაზე მხოლოდ იმ ჟანგბადის მცირე ნაწილს იღებ, რაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად გჭირდება. ამ ადგილს სიკვდილის ზონა ეწოდება და აქ მთავარი წესი ასეთია: ადი და სწრაფად ჩამოდი, გაჩერება არ შეიძლება. მაგრამ როცა კურტი და ჯული ბოლოს და ბოლოს მეოთხე ბანაკის ყინულზე ამოყვნენ 2 აგვისტოს. გაჩერება სწორედ ის იყო, რაც მათ იძულებულნი გახდნენ გაეკეთებინათ, რადგან ისინი ერთადერთები არ იყვნენ, ვინც იმ სეზონზე მწვერვალზე ასვლას, მიუხედავად ყველაფრისა, აპირებდა. დაჯერება ძნელია, მაგრამ კვირების ცუდი ამინდისა და წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპედიცია ზუსტად იმავე დღეს, ზუსტად იმავე ყინულის მონაკვეთზე აღმოჩნდა. იქ იყო ალენ რაუსი, გამორჩეული ბრიტანელი მთამსვლელი, რომელმაც სახლში წასვლაზე უარი თქვა, როცა მისი თავდაპირველი გუნდი დანებდა. იქ იყო პოლონელი მთამსვლელი სახელად მუპკა. იქ იყო სამხრეთ კორეის გუნდი და 3 ძალიან გამოცდილი ავსტრიელი მთამსვლელის ჯგუფი. სხვა შემთხვევაში ეს ალბათ შვების მონგრელი იქნებოდა, რომ მარტო არ იყვნენ. აქ კი ეს უბრალოდ ლოგისტიკური კოშმარი იყო. სინაკვირების მკაცრმა ამინდმა ბანაკი მთლიანად გაანადგურა. კარვები, რომლებიც აქ რამდენიმე დღის წინ იყო გაშლილი, ან ქარმა მთლიანად დაფლეთილი ჰქონდა, ან ტონობით თოვლის ქვეშ იყო დამარხული, კურტმა და ჯულიმ სათადარიგო კარავი თან აიტანეს, მაგრამ სხვები ასეთი წინდახედულები არ აღმოჩნდნენ. ასე რომ, როდესაც მზე ჩასვლას იწყებდა, 2 აგვისტოს, ყინვიანმა ტემპერატურამ მთამსვლელები გადარჩენისთვის სასოწარკვეთილ ბრძოლაში ჩააგდო. ისინი ეტენებოდნენ ყველა იმ მყიფე ნაილონის თავშესაფარში, რაც კიდევ იდგა. ერთ მომენტში ზრდასრული კაცები სარდინებივით იყვნენ გიატენილი პატარა კარავში, რომელიც 2 ადამიანზე იყო გათვლილი. ძილი შეუძლებელი იყო. ისინი უბრალოდ წვნენ სიბნელეში, ცახცახებდნენ, მძიმედ სუნთქავდნენ და ძვირფას ენერგიას ხარჯავდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ თბილად დარჩენილიყვნენ. და მეორე დილით დაღლილები და არეულები გადაჭედილ ბანაკში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. მათ გადაწყვიტეს კიდევ ერთი დღე დაესვენათ მწვერვალისკენ გასვლამდე. მათ დაკარგეს 24 საათი, იდეალური ამინდისა, მაგრამ რაც უფრო ცუდია, დახარჯეს საკვები და გაზი. მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა, რამდენად ძვირი დაუჯდებოდათ ეს. ბოლოს 4 აგვისტოს დილით ყველა ალპინისტმა, ვინც იქ იყო, მწვერვალისკენ დაიძრა. ალან რაუსის ხელმძღვანელობით მეოთხე ბანაკიდან. მან გზა გაკვალა მრავალი მილის მანძილზე გადაჭიმულ ღრმა თოვლში. დახარჯა ძვირფასი ენერგია, მაგრამ იცოდა, რომ ეს აუცილებელი იყო, რათა სეზონი წარმატებით დასრულებულიყო. და 4 საათზე 1986 წლის 4 აგვისტოს მან ეს შეძლო. ალენ რაუსი K2 ის მწვერვალზე ავიდა. ეხლა ის პირველი ბრიტანელი ალპინისტი იყო, ვინც K2 ის მწვერვალზე ავიდა და მაშინვე ჩამოსვლა დაიწყო. მაგრამ კურტსა და ჯულის კიდევ ერთი პრობლემა ჰქონდათ გადასალახი. ისინი აქ მხოლოდ ასასვლელად არ იყვნენ. გახსოვთ, ისინი აქ K2-ის მწვერვალის გადასაღებად იყვნენ. ეს ნიშნავდა მძიმე გადაღების აპარატურის ტარებას სრულიად გამოფიტული, ჟანგბადს მოკლებული სხეულებით. ისინი ისენელა მოძრაობდნენ, რომ მწვერვალზე მხოლოდ საღამოს 5:30 საათზე ავიდნენ. ეს მართლაც საოცარი მიღწევა იყო. ჯერ ერთი, ჯული გახდა პირველი ბრიტანელი ქალი, რომელმაც K2-ის მწვერვალს მიაღწია. მაგრამ იმ დროისთვის, როცა ფოტოები გადაიღეს და გარშემო მიმოიხედეს, მზე უკვე ჰორიზონტს მიღმა ჩადიოდა. და როგორც კი დაშვება დაიწყეს, მთაზე სიბნელემ დაისადგურა. ისინი დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მთაზე გადაადგილდებოდნენ, სრულიად ბნელში. და შემდეგ გარდაუვალი მოხდა. ჯული, ენერგია გამოცლილი და ფიზიკური კოორდინაციის გარეშე მოულოდნელად მოცურდა. მისმა კრამპონებმა მყარ ყინულზე მოჭიდება დაკარგეს. იმიტომ რომ ისინი ერთმანეთზე იყვნენ მიბულე, მისი დაცემა კურტსაც მაშინვე მიწიდან მოწყვიტა. ორივე ერთად გაუკონტროლებლად დაეშვა თითქმის ვერტიკალურ ფერდობზე.
ახლა აბსოლუტური სასწაულით ისინი კიდეზე არ გადავარდნენ. ისინი რბილ თოლში ჩავარდნენ და შეძლეს დაცემის შეჩერება, მაგრამ მთლიანად მარშრუტს აცდნენ. სიბნელეში დაიკარდნენ და მეოთხე ბანაკამდე მისვლის გზა აღარ ჰქონდათ. ისინი ვეღარ ბედავდნენ დაშვების გაგრძელებას. ზუსტად ისე, როგორც ბარარდები იმ ზაფხულის დასაწყისში, კურტი და ჯული იძულებულნი გახდნენ ყინულში პატარა ხრელი გაეკეთებინათ და მთელი ღამე ღია ცის ქვეშ 27,500 ფუტის სიმაღლეზე გაეტარებინათ. არ მჭირდება აგიხსნათ, რამდენად საშიშია ეს, მაგრამ მათ მართლა სხვა გზა არ ჰქონდათ და სიცივეს არ ემსხვერპლენ. როცა მზე ამოვიდა აგვისტოს მეხუთე დღეს, ნახევრად გაპინულები, დაღლილ დაქანცულები და დაძალა გამოცლილები, ბრმად მიიკვლიეს გზა უკან მეოთხე ბანაკის კარვებამდე. ახლა ყველა მთამსვლელი ისევ ერთად იყო. მათ უბრალოდ რამდენიმე საათი დასვენება, ჩანთების ჩალაგება და მთიდან ჩამოსვლა სჭირდებოდათ. მაგრამ კეორის სხვა გეგმები ჰქონდა. რადგან სწორედ მაშინ, როცა კურტი და ჯული თავიანთ კარავში შეძრნენ, თას უზარმაზარი მოულოდნელი ამინდის სისტემა დაატყდა თავს. ქარები, რომლებიც საათში 100-ზე მეტი მილის სიჩქარით ქროდნენ, ემუქრებოდნენ ნაილონის კარვების ყინულიდან მოგლეჯას და ცაში გადაგდებას. ტემპერატურა -40 გრადუსამდე დასამდე დაეცა. თამსვლელები მაშინვე გაჭედნენ, მაგრამ იმედი ჰქონდათ. ასეთი შტორმები მთელი სეზონის განმავლობაში ხშირი იყო. უბრალოდ 1-2 შუადრე უნდა დაეცადათ. მაგრამ ეს შტორმი არ გადაიარა. არა, ის 5 მტანჯელი დღის განმავლობაში მძვინვარებდა. კურტისა და ჯულის პატარა კარავი თითქმის მთლიანად დაფარა მძიმე თოვლის ნამქერებმა. მათ მოუწიათ გამოძრომა, როცა ქარბუქი ოდნავ დაცხრა და ძალით შეაღწიეს უკვე გადაჭედილ სხვა კარვებში ალანთან და ავსტრიელებთან ერთად, უბრალოდ რომ გადარჩენილიყვნენ. ეხლა 7 ადამიანი იყო გაჭედილი 3 ადამიანზე გათვლილ სივრცეში და 8 აგვისტოსთვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მათ გაზის ბალონი გაუთავდათ. გაზის გარეშე კი თოვლის დნობა შეუძლებელია და იმ სიმაღლეზე ჰაერი იმდენად იშვიათი და მშრალია, რომ თითოეულ პანიკურ ჩასუნთქვაზე ფილტვები უზარმაზარ რაოდენობის წყალს კარგავს. თამსვლელს დღეში დაახლოებით 6 ლიტრი წყალი სჭირდება გადარჩენისთვის და მათი ერთადერთი წყაროც წყლის მოპოვებისთვის ახლა ამოიწურა. ისინი აღმოჩნდნენ ჩაკეტილები ბნელ, ძლიერად მორკეულ ნაილონის ხუთში, სიტყვასიტყვით შიგნიდან გარეთ გამომშრალები. ეს იყო შავი ზაფხული და გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველაზე სასოწარკვეთილი მდგომარეობა, რომელშიც დედამიწაზე ნებისმიერ მთას შეუძლია თამსველი მოაქციოს. ისეთი წამების დონის გაძლება მხოლოდ გარკვეული დროით შეეძლოთ და ჟიულისთვის ეს უკვე მეტისმეტი იყო. დაცემის შედეგად მიღებული ტრავმები, გაუწყლოება, იმედის არ ქონა, ყველაფერი ერთად მოაწვა. მისი ფილტვები ნელ-ნელა სითხით იწყებდა შევსებას. მისი ყოველი სუნთქვა საშინელ, სველ ხორხოც გავდა. და არ იყო არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, რაც კურტს, ალანს, ან იქ მყოფ სხვა ვინმეს შეეძლო გაეკეთებინა. სამწუხაროდ, დაახლოებით 1986 წლის 8 აგვისტოს ღამით, ჯული, პირველი ბრიტანელი ქალი, რომელმაც კეიორიზე ავიდა, ჩუმად ძილში გარდაიცვალა. კურტ დენბერგერი ახლა თავისი უახლოესი მეგობრის უსულოს ხელთან იჯდა და იცოდა, რომ თუ ქარი მალე არ შეწყდებოდა, მათგან არც ერთი აღარ დაბრუნდებოდა სახლში. აგვისტოს 10-ის დილით ღრიალი ქარი საბოლოოდ შეწყდა. 5 სრული დღის ჯოჯოხეთის შემდეგ კეორი საბოლოოდ დადუნდა. გადარჩენილებისთვის, რომლებიც კარვებში იყვნენ გამომთხვეულნი, მოწმენდილმა ცამ შემზარავი რეალობა დაანახა. 6 ადამიანი ჯერ კიდევ სუნთქავდა მეოთხე ბანაკის კარვებში, მაგრამ იცოდნენ, რომ თუ 26,000 ფუტზე კიდევ ერთ ღამეს დარჩებოდნენ, ყველა ზუსტად ჯულის ბედს გაიზიარებდა. მათ უნდა აეღოთ აღჭურვილობა და დაუყოვნებლივ დაეშვათ მთიდან. მაგრამ მაშინაც კი, როცა გადარჩენილებმა დაიწყეს დახეული კარვებიდან გამოძრომა, მიხვდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი არ მოძრაობდა. ალან რაუს, ადამიანი, რომელმაც ბილიკი გაკაფა და რამდენიმე დღის წინ ყველა მწვერვალზე აიყვანა, სრულიად აღარ რეაგირებდა. სისხლის სისქემ, ჟანგბადის მწვავე დეფიციტმა და უკიდურესმა გაუწყლოვნებამ მისი ტვინი ღრმა, გამოუსვლელ კომაში ჩააგდო. თუ ჩვეულებრივ სასეირნო ბილიკზე ხარ და შენი მეგობარი დაეცემა, მას მხარზე გადაიკიდებ და წაიყვან. 26,000 ფუტის სიმაღლეზე კი საკუთარ ფეხებსაც ძლივს წევ. წარმოიდგინე, როგორც ცდილობს სრულწლოვანი, უგონო კაცის ჩამოყვანას ვერტიკალურ გაკინულ კიბეზე, სადაც ქვემოთ 1000 ფუტიანი უფსკრულია. თუ სცდი, ორივე ჩამოვარდებით და ორივე მოგხვდებით. ამიტომ კურტმა და დარჩენილმა 4 ალპინისტმა, ვინც ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. რა უქნან ალანს? პატარა გადახვევა. ყოველთვეში არის ამბავი, რომელიც არასდროს ხვდება YouTube-ზე. თუ გინდა, შეგიძლია ნახო. Patreon-ზეა, ბმული ქვემოთაა. ეხლა სად გავჩერდით? ალანთან დარჩენილიყვნენ მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, ის თვითონ ვერასდროს ჩამოვიდოდა, ან დაეტოვებინათ და საკუთარი თავი გადაერჩინათ. მათ საკუთარი თავის გადარჩენა აირჩიეს. მაგრამ მაშინაც კი, როცა კარვებიდან გამოძრნენ და აბრუცის ქედზე დაშვება დაიწყეს, ისინი ელიტურ სპორტსმენებს აღარ გავდნენ. ისინი მოჩვენებებივით მოძრაობდნენ და მთა, საიდანაც ჩამოსვლას ცდილობდნენ, აღარ გავდა იმ მთას, რომელზეც ავიდნენ.
5დღიანმა ქარბუქმა ყველაფერი მთლიანად გააქრო. უსაფრთხოების თოკები, რომელთაც ისინი ავიდნენ, ახალი და არამდგრადი თოვლის ფენებში იყო დაფარული. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ისინი ღრმა ფხვიერ თოლში დგამდნენ, უზარმაზარი ზვავის გამოწვევის რისკს შეიცავდა, რომელიც ყველას უფსკრულში ჩაითრევდა. და თავად მთამსვლელები ფიზიკურად გამოფიტულები იყვნენ, რადგან თოვლის დნობა წყლისთვის ვერ შეძლეს. ისინი ძლიერად გაუთხოვნებულები იყვნენ. მათი სისხლის სქელი მასად იქცა, ხოლო კუნთებმა პირდაპირ დაიწყეს საკუთარი ქსოვილების ხარჯვა, უბრალოდ იმისთვის, რომ სასიცოცხლო ორგანოები თბილად შეენარჩუნებინათ. კარვებიდან სულ რამდენიმე ასეული ფუტის მოშორებით ორი ავსტრიელი მთამსვლელი, ჰანეს ვიზერი და ალფრედი მეცერი, უბრალოდ გაჩებდნენ. ისინი თოლში ჩამოსხდნენ, სრულიად ძალაგამოცლილები და ვეღარ წამოდგნენ. სიცივეში მათი გულები უბრალოდ გაჩერდა. ისინი სწორედ იქ დაიღუპნენ, პრაქტიკულად იმ ბანაკის თვალთახედვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვეს. ეხლა იმ 7 ადამიანიდან, ვინც იმ კარვებში იყო გამომწყვდეული, მხოლოდ კურტი, ავსტრიელი სახელად ვილი ბაუერი და პოლონელი ქალი სახელად მუვკა დარჩნენ. სამივე მათგანი ბრმად დაეშვა ციცაბო ყინულზე, სასოწარკვეთილ, არათანმემდევრულ რბოლაში საკუთარი მომაკვდავის სხეულების წინააღმდეგ. მაგრამ კეორი ძალიან შორს იყო ქვემოთ და სადღაც დაბალ ბანაკებში დამაგრებულ თოკებთან მუვკას საოცარი ძალაც საბოლოოდ გამოელია. ის თოკებზე გონება დაკარგული დარჩა, შეუერთდა მტანჯველ სიას იმ ადამიანებისა, ვინც მთამ შეიწირა. ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, ჰალუცინაციებთან და მძიმე მოყინვასთან ბრძოლაში, ვილი ბაუერმა მოახერხა და თავი ბოლომდე საბაზო ბანაკამდე მიიყვანა. ის ბარბაცით შევიდა სამედიცინო კარავში და მაშინვე განგაში ატეხა. მაშველთა ჯგუფები, რომლებიც ჯერ კიდევ ადგილზე იყვნენ, სწრაფად ავიდნენ ქვედა ფერდობებზე და კურტ დიემბერგერი ყინულზე ბარბაცით ჩამომავალს მიაგნეს, რომელიც ძლივს ეჩიდებოდა სიცოცხლეს. კურტი და ვილი გადარჩნენ, მაგრამ ძლივს. და ეს არ ყოფილა ბოლო შემთხვევა, როცა სამთო სეზონი ასე სასტიკად დასრულდა. რადგან სულ ახლა ხან 2026 წლის იანვარში მაკალუზე მთაზე, რომლის შესახებაც უმეტესმა ჩვეულებრივმა მთამსვლელმა არც კი იცის, მოხდა რაღაც ისეთი, რის დაჯერებაც, გუწრფელად რომ თქვათ, ძალიან რთულია. 4 მთამსვლელმა მწვერვალზე ისტორია შექმნა. რამდენიმე საათში მათგან 2 გარდაიცვალა. რა მოხდა სინამდვილეში, ამას შემდეგ ვიდეოში ნახავთ.